უნდა იყოს ქრისტიანისა და საზოგადოების ურთიერთობა. უნდა განვერიდოთ კი როგორც მორწმუნეები წუთით სოფელს და ჩვენი ჩაკეტილი თემები შექმნათ. ან პირიქით, უნდა ვისწრაფოდეთ ძალაუფლებისაკენ, რათა ძალით დავნერგოთ ჩვენი ღირებულებები. იქნებ უბრალოდ მდუმარედ ვასრულებდეთ ნებისმიერ კანონს და ჩვენ სარწმუნოებას საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან მიჩნევდეთ. ეს კითხვები მუდამ იდგა ეკლესიის წინაშე. ბიბლიური მსოფლმხედველობა რთულ, მაგრამ ბრძნულ მესამე გზას გვთავაზობს. პასუხისმგებლიანი მონაწილეობის გზას, რომელიც ადამიანური საზოგადოების ბუნების ფხიზელ გააზრებას ემყარება. უპირველეს ყოვლისა, ეკლესია გვასწავლებს, რომ თავისთავად საზოგადოება ღვთისმწყენია. ღმერთ ჩვენ იზოლირებულ ინდივიდებად არ შევქმნივართ. ოჯახი, მეგობრობა, კულტურა, ერთობლივი შრომა, ეს ყველაფერი კეთილი განზრახვის ნაწილია. ღვთის სიტყვები არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა მთელ კაცობრიობას ეხება. მაგრამ როგორც ყველაფერი ამ წუთის სოფელში, საზოგადოება ცოდვით დაზიანდა. იმის ნაცვლად, რომ სიყვარულისა და მსახურებაზე შენდებოდეს ხშირად ამ პარტავნებაზე, სიხარბესა და ძალაუფლებისაკენ სწრაფაზეა აგებული. ამის კლასიკური მაგალითი ბაბილონის კოტოლის ისტორია. ადამიანები ერთიანდებიან არა ღვთისათვის, არამედ თვით დამკვიდრებისათვის, რათა სახელი გაითქვა. და ეს პროექტი, რომელიც ამ პარტავნებას ემყარება, გარდაუვალად იწვევს განყოფას, გაუგებრობასა და მტრობას. ეს ისტორია ნებისმიერი საზოგადოების დიაგნოზია, რომელიც საკუთარ თავს ღვთის ადგილას დააყენებს. მას როგორ ვიცხოვროთ ასეთ ორმაგ სამყაროში? მართლმადიდებლური ტრადიცია ბიბლიის კვალდაკვალ ორმაგ მოქალაქეობაზე საუბრობს. ერთის მხრივ, ჩვენი მიწიერი სამშობლოს მოქალაქეები ვართ. პავლე მოციქული მოგვიწოდებს ვიყოთ კანონმორჩილი მოქალაქეები. პატივი ვიცეთ ხელისუფლებას. ვიხდიდეთ გადასახადებს და ლოცულობდეთ მათთვის. ჩვენ მოწოდებული ვართ ვიშრობოთ იმ საზოგადოების საკეთილდღეოდ, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი მთავარი საბოლოო მოქალაქეობა ზეცაშია. ჩვენი უმაღლესი ერთგულება ეკუთვნის არა კეისარს, არა სახელმწიფოს და არა იდეოლოგიას, არამედ ღმერთს. და თუ მოწიერი ქალაქის მოთხოვნები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ზეციური მეუფით ცნებებთან, ქრისტიანის არჩევანი ნათელია და ერთადერთი. ღვთისმორჩილება უფრო გვმართებს ვიდრე ადამიანისა. ეს კონცეფცია გენიალურად განავითარა ნეტარმა ავგუსტინემ თავის შრომაში ღვთის ქალაქის შესახებ. იგი წერდა, ორი ქალაქის შექმნა ორგვარმა სიყვარულმა. მიწიერის საკუთარი თავის სიყვარულმა შექმნა, ღვთის გმობამდე მისულმა, ხოლო ზეციური ღვთის სიყვარულმა შექმნა, საკუთარი თავის გმობამდე მისულმა. ის დიდება საკუთარ თავში ეძებს, ხოლო მეორე უფალში. მთელი ისტორიის განმავლობაში ეს ორი ქალაქი თან არსებობს და ყოველი ადამიანის გული მათი ბრძოლის ასპარეზია. მაშინ რა არის ჩვენი როლი მიწიერ საზოგადოებაში? ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება, თქვენ ხართ მარილი მიწისა. თქვენ ხართ ნათელი ქვეყანისა. ჩვენი ამოცანა არა წუთისოფლისაგან განდგომა და არა მისი დაპყრობა, არამედ მისი შინაგანი ფერისვალება. ერთი ძველი ქრისტიანული ტექსტი ამბობს, რომ ქრისტიანები სამყაროსათვის ისეთივე არიან, როგორც სული სხეულისათვის. ისინი უხილავნი არიან, მაგრამ სწორედ ისინი ანიჭებენ მას სიცოცხლეს და იცავენ საბოლოო გახსნისაგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოწოდებული ვართ ვიყოთ საზოგადოების სინდისი და წინ აღვდგეთ უსამართლობას. და ჩვენ მოწოდებული ვართ ვიყოთ მისი გამკურნებელი ძალა და ვემსახუროთ ყველაზე მოწყვლადებს, ღარიბებს, სნეულებს, ობლებს, პატიმრებს. ამდენად საზოგადოება ღვთის ზღვენია, მაგრამ ის ცოდვითაა დაზიანებული. ჩვენ ქრისტიანები ორმაგი მოქალაქეებით ცხოვრობ და ღვთისადმი ერთგულებას ყველაფერზე მაღლა ვაყენებთ. და ჩვენი მისიაა ვიყოთ წუთისოფლის სული, მისი მარილი და ნათელი. ვემსახუროთ მას და გარდაქმნათ შინაგანად. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო იმედი მიწიერ სამეფოზე არ არის, ჩვენ შეგვიძლია ამ მიწიერი სამეფოს საუკეთესო მოქალაქეები ვიყოთ. ჩვენ თავისუფალი ვართ ხელისუფლების გაკერპებისაგან და ჩვენი სარწმუნოება გვაძლევს ძალასა და მორალურ კომპასს. ვიშრომოთ ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ და ამ წუთის სოფელში გამოვაჩინოთ სიყვარულისა და სამართლიანობის
მომავალი სასופევლის ანარეკა.